1001 ღამე. თუ ასეთი საჩქარო იყო, ტელეფონით მოგვეგვარებინა ბატონო მეჰმედ. ტელეფონზე სალაპარაკო თემა არ იყო. რატომ? რამე პრობლემაა? ეს ქალბატონი ვენუს ადვოკატმა მოიტანა. ვენუს ადვოკატმა? დიახ. ქალბატონ ვენუს თქვენთან განქორწინება უნდა. რა? ქალბატონო ნურჰაიათ, ამ საკუთების რუსულ თარგმანს ვერ პოულობ. შეჰრაზად, კარგად ხარ? კარგად ვარ უკან. ბატონო ბურხან? შეჰრაზად შვილო. არ მინდოდა სამსახურში შემეწოხებინე, მაგრამ არა უშავს. შეჰრაზად შვილო. ქალბატონი ნადიდე როგორ არის? თავს კარგად გრძნობს? ხო. მადლობა ღმერთს კარგადაა, მაგრამ ძალიან განიცდის. გთხოვთ ამაზე, ნუ ვისაუბრებთ. ქანი მოგვენატრა ძალიან. მისი ნახვა გვინდა. ქალბატონი ნადიდე განუწყვეტლივ ტირის. ქანი თქვენი შვილიშვილია, აუცილებლად ნახავთ. როგორც კი საშუალება მექნება, გამოვგზავნე. ის ჩვენი შვილიშვილია. შენ კი ჩვენი შვილი ხარ, შეჰრაზად. გთხოვ, წყენა დაივიწყე. ნაწყენი არ ვარ, ბატონო ბურხან. ქანი თქვენი შვილიშვილია და მას ნახავთ. მაგრამ მე თქვენი შვილი არ ვარ. არ მინდა გაწყენინოთ. ამიტომ აღარ შევხვდეთ, გთხოვთ. ქალბატონ ნადიდეს გამოჯამთელებას ვუსურვებ. ნახვამდის. რა საკეთებ? ბევრი მოსაგონარი გვაქვს. ეს რას ნიშნავს? ის დღე გახსოვს ეს ფოტო რომ გადავიღეთ? როგორც არ უნდა ვეცადოთ, არ გამოგვდის. რატომ არ მითხარი განქორწინება თუ გინდოდა? შემეშინდა არ გადამაფიქრებინოს მეთქი? რა თქმა უნდა, გადაგაფიქრებინებ. არა. არ მინდა რომ ვინმემ გადამაფიქრებინოს. ორივემ დაუშვით შეცდომა. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. აბა რა არის? შენი აზრით რა არის გამოსავალი? ასე ადვილად არ უნდა დავნებდეთ. არ გინდა. ჩვენს ცხოვრებაში დენიზი აღარ არის. აღარაფერი გვაკავშირებს. იმდენად მიყვარხარ, რომ არ მინდა ზიანი მოგაყენა. ბენუ.
გთხოვ ერთმანეს ნუ არ ვაწყენინებთ. მინდა მხოლოდ ის ბედნიერი დღეები გვახსოვდეს, რომლებიც ფოტოებზე აღბეჭდილი. ბენო, დამთავრდა. ხუთი წუთიც ვეღარ მოვითმენდი. ძალიან მომენატრე. მოდი დაჭიქი. მოდი. გმადლობ. ანკარაში შეხვედრებმა როგორ ჩაიარა საქმე მოაგვარე? დღეს საქმეზე ნუ ვისაუბრებთ. შაჰრაზად. ამ გამომეტყველებას კარგად ვიცნობ. რა მოხდა? არაფერი. ეს ბეიზას ეხება? ენგენ გთხოვ. არა, ვისაუბროთ. ვიცი რომ ბეიზა გაწუხებს. ბეიზა შენს შეწუხებას ვეღარ გაბედავ შაჰრაზად. ამის უფლებას არ მიგცემ. პრობლემა ეს არ არის ენგენ, პრობლემა ბეიზას გრძნობებშია. რას გულისხმობ? მას ისევ უყვარხარ. ეგ მისი საქმეა. ბეიზა ჩემთვის მხოლოდ ჩემი შვილის დედაა. თვითონ ასე არ ფიქრობს. ჩემი ყოფილი ცოლის სიტყვებს უნდა ამოეფარო შაჰრაზად. ვერ გავიგე? გადაწყვეტეთ საკუთარი გრძნობების შესანახმად ბეიზას ნათქვამი გამოიყენო. ამით რისი თქმა გინდა? დავინახე, ონორი როგორ გიყურებდა. ისევ უყვარხარ. ენგენ გთხოვ. ვიცოდი რომ ყოფილ ქმარს უყვარდი, მაგრამ შენი ცოლად მოყვანა მაინც გადავწყვიტე. თუ შენს გიყვარს უნდა ვიცოდე. პირდაპირ მითხარი შენი გრძნობების შესახებ. ნუ მომატყუებ. ხვდები რომ სისულელეს ამბობ? მე რასაც ვგრძნობდი ის გითხარი. ჩემი წარსულის შესახებ მოგიყევი ენგენ. ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ღამის შესახებ. პირდაპირ გითხარი როგორი ადამიანიც ვიყავი, მიუხედავად ამისა. ჩემს გულწრფელობაში ეჭვგეპარება? მე მოდიშ გიხდი. ონორი ჩემთვის შავი ლაქა, ჩემი სირცხვილი. მასთან ყოფნა თუ მინდოდა, ისევ გეტყოდი როგორც ჩემი წარსულის შესახებ გითხარი. მოდიშ გიხდი. ენგენ, დრო კარგად გამიცნო. გონი ადვილია. რაც უფრო კარგად გიცნობ, მით მეტად მიყვარდები. შაჰრაზადს ხომ იცნობ, გადაწყვეტილება უკვე მიიღო. განს როდის მოიყვანს? თვითონ არ მოიყვანს. დამოგზავნის. სოფრა გაშლილია. ალი ქემალი და განი სად არიან? მერტო ჩემო. მოწყენილი რატომ ხარ? სად არიან ქალბატონო ნადიდე? მე საიდან უნდა ვიცოდე? ალი ქემალმა მითხრა არ დამელოდოთო, საქმე გამოუჩნდა. ამ შუაღამეს რა საქმე გამოუჩნდა? ნიმეთ, ტელეფონი მომიტანე. ახლავე ბატონო ბურხან. კითხე, მაგრამ არ მიპასუხა მამა. ინებეთ ბატონო ბურხან. თუ ალი ქემალი ისევ რამე სისურელეს ჩაიდენს, ეს ამბავი ცუდად დამთავრდება. ალო. ალი ქემალ, სად ხართ? მუშაობთ მამა. სად მუშაობთ? სად ხართ? რა საკეთებთ? მომისმინე მამა. ბადაგასული ჩეკები ვნახეთ, ყველა მფლობელს სათითაოდ ვუკავშირდებით. ამიტომ გვაგვიანდება. თქვენ რატომ უკავშირდებით? ადვოკატებს მივცეთ და ყველაფერს ისინი მოაგვარებენ. მამა, ვცდილობ სალარუსში თანხა შემოიტანონ. შენ კი მსაყვედურობ. ასე როგორ შეიძლება? კარგი, საქმეს მიხედეთ. ძალიან არ დაიგვიანოთ. კარგი, ნუ ღელავ მამა. დროებით. უფრო და უფრო ვიძირებით. დღითი დღე. ნუ ღელავ. მალე ყველაფერს მოვაგვარებთ. აი ნახავ. საერთოდ არ გამოსულა? არა, შემშილით მოკვდება. მიდი შენ წადი.
ქალბატონო ნილგუნ, ვიცი რომ ბინაში ხართ. თქვენს დასახმარებლად მოვედი. თუ გესმით, ჩემი გააღეთ, თორემ შემდეგში პოლიციასთან ერთად მოვალ. მაინტერესებს ცოცხალი ხარ თუ მკვდარი? ქალბატონო ნილგუნ, ერთი წუთით. რაღა მომშვიდობისა ბატონო ფათიხ. როგორც იქნა? მოხდა რამე? არაფერი, უბრალოდ თქვენზე ვღელავდი. ბოლო დღეებში თავს ცუდად ვგრძნობ და ბუდის გიხდით. ხმა ვერ გავიგონე. ცოტა შეუძლოდ ვარ. რა მოხდა, რა დაგემართათ? სერიოზული არაფერია. გავცივდი. 5 წუთით შემოვალ. შემოდით. გოშინოფიში რაც მოხდა არაფერს ცვლის ენგენ. ვიცი, ეგ უკვე ვიცი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ დროს გამოჩნდი. გონია უარს ვიტყვი შენზე? გამემშვიდობისა. გამემშვიდობისა. გმადლობთ. გემრიელად მიირთვით. უეცრად სახლში მოგადექი, მაგრამ მაინტერესებდა როგორ იყავი. ძალიან ყურადღებიანი ხართ. ბოლო დროს ოჯახური პრობლემები შემექმნა. მესმის. პული მაქვს. უბრალოდ გარეთ გასვლა ვერ მოვახერხე რომ გამომეტანა. არა უშავს, ეგ რას ალაბარაკოა? ყველა უცილებლად ჩაგირიცხავთ ქირას. ნუ ინერვიულებ. ხომ გითხარი ჩვენ შორის მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. თავარია ჩვენი გულები ერთმანეთისთვის წკერდეს. ასე ფიქრობთ? დავლიოთ. გაგიმარჯოს. ადამიანი შენაირ მდგმურს ყოველთვის ვერ იპოვის, თანაც მე მდგმურად არც აღგიქვამ. კარგი ადამიანი ხართ. ასე ძალიან რაზე ნერვიულობ? არაფერზე. უბრალოდ შეუძლოდ ვარ. არ გინდა. აშკარად რაღაც პრობლემა გაქვს. ხომიცით. ხანდახან ადამიანს უნდა რომ ოთახში გამოიკეტოს და მარტო დარჩეს. მეც ასე ვარ. ვიცი, პრობლემები რომ იწყება, დასასრული აღარ უჩანს ხოლმე. სიყვარულის ამბავია? ო, დამიჯერე. შენი ყველაზე კარგად. მე მესმის, ლამაზო. გაჩუმდი მეთქე. გაჩუმდი. ძაღლისთვის სამალი მაინც მეგვეცა. ნუ ღელავ ახლა დაწყნარდებიან. ამ შარში როგორ გავებით? ნუ წუწუნებ. სხვა გზა გვაქვს? გაჩუმდი. შენ კი დამშვიდე. იჩქარონ მაინც. მოდი. კიდევ ბევრი უნდა დავტვირთოთ, ბევრს ნულაპარაკობ იმუშავე. ორჩა, საკმარისია ეს საქონელი. ჯერჯერობით საკმარისია. რით ვეღარ დაკმაყოფილდი. იცი აქ რამდენი დოლარის პროდუქციაა. ალიქემა. მის ამოღებას როგორ ბედავ? მიდით, თქვენ წადით. ბოლოს და ბოლოს თავს დაგვანებებ, გავსურდით. იმ ჯიპის ამბავი არ გამეორდეს, თორემ მე ნამდვილად დაიღუპები. გაფრთხილებ. წადი. საქმე მოგვარებულია. წადი.
კარგი, ანგარიში გავასწორეთ. მაგრამ ჩვენი კლუბი ისევ გელოდებათ. შემოგვიარეთ და პოკერი ითამაშეთ ხოლმე. დურუმ შენზე მითხრა უგემრიელეს პოპკორნს დაგეთებსო. მოუტყუები ხარ. გამზადებული ვჭამეთ. კიდევ გაქვს? რა თქმა უნდა, შემოდი. შემოდი. რა ვქნა? ძილი გამიტყდა. რა დამთხოვა, მეც ვერ დავიძინე. მაჩვენე? ალო. პოლიციის განყოფილებაა? საღამოშიდობისა. დანაშაულის შესახებ მინდა განვაცხადო. დიახ. ერთ ხალზე ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. რა გააკეთე შეცხოველო? პოლიციაში ჩამიშვი? ვისე თამაშები? აბა რა გეგონა ქალბატონო ნილგუნ? უკაცრავად. ედა აქინაი უნდა მეთქვა. გეგონა ჩემს სახლში მკვლელს ვაცხოვრებდი? ესე იგი სანამ მოხვიდოდი იცოდი ვინ ვიყავი. ეს თელმა თურქეთმა იცის. ნამდვილი ეშმაკი ხარ. ესე იგი იცოდი და მაინც დაწექი ჩემთან. ეს დღის ბონუსი იყო. რა იყო? უკმაყოფილო დარჩი? დღის ბონუსი არა? ნაბიჯვარო. დურუ მართალი ყოფილა. პოპკორნი მართლაც გემრიელია. ნაყიდია. მერე რა. კარგი, მე უნდა წავიდე. უკაცრავად. ასე დროს პაროლი ნომერი მირეკავს. უპასუხე. ალო? შაჰრაზად. ედა? რა კარგია. ჩემი ხმა არ დაგვიწყებია. საიდან გაქვს ჩემი ნომერი? მე ყველაფერზე მიმიწოდება ხელი შაჰრაზად. თავარია მოვინდომო. შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. არ გაბედო, არ გათიშო. არ გაინტერესებს როგორ მოგწამლე. რა? შენი აზრით მოცელი რატომ მოგეშალა? ვინ არის? რის თქმას ცდილობ. დროზე მითხარი რა გინდა? იცი, ცხოვრებაში არაფერი არ წავიდა ისე, როგორც მინდოდა. არაფერი. ეს შენი ბრალია. ავადმყოფი ხარ. ეგეც შენი ბრალია. ახმედს რომ არ შეხვედროდი, ახლაც მასთან ვიქნებოდი. და ბედნიერად ვიცხოვრებდი. ედა. რატომ არ მოკვდი? შენს ქორწილში უნდა მომკვდარიყავი. ის მცენარეული ჩაი შენთვის იყო გამკუთვნილი, შენი შვილისთვის კი არა. სისხლში მოცურავე უნდა მენახე, როგორ კვდებოდი. ესე იგი შენ მომწამლე? აბა რა გეგონა? ის ჩაი არ უნდა დაგელია შაჰრაზად. ჩემი მომზადებული ჩაის დალევა როგორ შეიძლებოდა? მითხარი რა გინდა? მე? შენგან? თელი ცხოვრება. თელი ცხოვრება პრობლემებს მიქმნი. მე დასასრულს მივუახლოვდი შაჰრაზად. ერთი რამ მინდა იცოდე. თელი გულით გწყევლი.
ედა, ყოველთვის შენთან მიქნები შაჰრაზად. ყოველთვის. ნამდვილი ურჩხული ხარ. შაჰრაზად რა ხდება? ალო. 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 შაჰრაზად რა ხდება? ვინ იყო? რა გითხრა? ონურ მიპასუხე. ალო? ონურ, შაჰრაზად? და წყალი. პლასტიკი. ღმერთისგან დაწყევლილი. აჰმედ. რატომ არ გიყვარდი, აჰმედ? ვაიშე. ჩემი მკვლელი ხარ. ქორწილში ჩაი რომ დავლია თურმე მოწამლული იყო. მითხრა წესით შენ უნდა მომკვდარიყავი, მაგრამ ბავშვი დაკარგეო. შაჰრაზად რას ამბობ? ის ქალი ძალიან საშიშია. როგორმე უნდა შეაჩერო ონურ, რამეს დაგვიშავებს, გთხოვ ვიპოვე. კარგი, დამშვიდი, ნუ გეშინია. თავს გაურთქილდი, კარგი? ნილუფერსაც მიხედე. ვერაფერს დაგვიშავებს, ნუ ღელავ. სათხარ სახლში, მოგაგითხავ. არა, მე კარგად ვარ, ნუ ღელავ. შაჰრაზად ნუ ჯიუტობ, მინდა რომ შენ გვერდით ვიყო. არა, საჭირო არ არის, ნახვამდის. შაჰრაზად. რანაირ ადამიანთან მეგობრობდი? მოდი აქ დაჯექი. ვინ იყო ის ქალი? ასეთი რა გითხრა? რატომ ანარიულდი? ედა იყო, გიჟია. ყველაფერს მოგიყვები. ნილუფერს ყურადღება მიაქციე. დათვასაც ვეთყვი. სახლის ტელეფონს არ უასუხო, მხოლოდ ჩემს ზარს. კარგი, არ ინერვიულოთ. სად მიდიხართ, ბატონო ონურ? შაჰრაზადის მოსაყვანად. მომბეზრდა მარტოობა. ფრთხილად იყავით, ბატონო ონურ. არა, ისევ რაღაცას ჩაიდენს, არ გაჩერდება. ორი ადამიანი მოკლა და არ იკმარა. ქერემი დაჭრა, მაგრამ არც ეს იკმარა. გაემზადე მივდივართ. ქანი გააღვიძე. სად? რა თქმა უნდა, ჩემს სახლში. აქ ვერ დავრჩებით. არა, რას ამბობ? საჭირო არ არის. უარს არ მივიღებ. თავად ამბობ, საშიში ქალიაო. შეიძლება შენი მისამართიც იცის. მინდა რომ აქ მოვიდეს და ზიანი მოგაყენოს. მართალი ხარ. მიდი, სწრაფად გაემზადე. კარგი, ქანს გავაღვიძებ. ბორტ ნუ შეეშინებ, შვიდად. შაჰრაზად შეეცადე მძინარეს ჩააცვა. წინდები ამოაცვი და ქურთუგი მოახურე. კარგი, მაშინ ტანსაცმელს წამოვიღებ. მომეც დაგეხმარები. განქორწინება უნდა? მართალიც არის. მერნს ყველა ეუბნებოდა მოითმინე ყველაფერი შეიცვლებაო. მასაც ჯეროდა ამის, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
უკვე ჩემიც აღარ შეერა. შენ გჯერა? ტყუილით დაწყებულ ურთიერთობას გამოსწორების შანსი აქვს? ვერ გავიგე. ტყუილით რატომ დაიწყო? გახომ ერთმანეთი გიყვარდათ? ერთი განსხვავებაა. მას ვჭირდებოდი კიდეც. შენ? მე მასზე შეყვარებულიც არ ვიყავი. ხო, მაგრამ ხომ აფასებდი, რა თქმა უნდა. ძალიან. მაგრამ ისე არა როგორც ბენს უნდოდა. ალბათ არ მისცემნებას რომ გაგეყაროს. არ ვიცი. შეიძლება ეს უკეთესიც იყოს. რა? დაშორება? ალო. კერემ, სერიოზული პრობლემა გვაქვს. რა პრობლემა? ედა შაჰრაზადისთვის დაურეკავს. ედას? რასად მივდივართ? დამშვიდი შვილო, დაიძინე. დაიძინე საყვარელო. ყველაფერი წამოიღე. მგონი კი, სკოლის ჩანთა დამავიწყდა. კარგი, არ გინდა, თან ახლა სკოლაში არ გავუშვათ. იმ ქალმა თქვენთვის ზიანის მოყენება თუ ჩაიფიქრა, მაშინ სკოლაშიც მივა. შაჰრაზად, საკმარისია ეს სულელეები. გთხოვე თავი დამანებე მეთქე. არა, სახლში მივდივართ. შაჰრაზად, მინდა რომ უსაფრთხოდ იყოთ. რატომ არ გესმის? უსაფრთხოდ ვარ. არა, შაჰრაზად, მოდი. მანქანაში შეჭიქი. არ გინდა. შაჰრაზად, ნება მომეცი. შაჰრაზად. შაჰრაზად, გთხოვ. უნდა წახვიდე. ჩემი ცოლის გარეშე არსად არ წავალ. შაჰრაზადი შენი ცოლი აღარ არის, უკვე დაშორდით. ნიშნობა არ აქვს, დაშორდით თუ არა, ის ჩემი ცოლია, გასაგებია? ეგ ადრე იყო, ონურაქსალ. შენი ცოლი აღარ არის. მალე ჩემი ცოლი გახდება. თავი დაგონებე. შაჰრაზად, გთხოვ, წამოდი. არ გინდა. კარგი, ეს პრობლემაც მოვაგვარეთ. იმედია მართლა მოვაგვარეთ. თავარია პრობლემა აღარ შეგვექმნას. რაღა პრობლემა უნდა შეგვექმნას? კაცმა მთელი საქონელი წაიღო. კარგი, წავიდეთ. ბატონო ალი ქემალ. ბატონი ალი ქემალისთვის და განისთვის საჭმელი გავამზადო ქალბატონო ფიუსუნ. არა, ჯერ მოვიდნენ. თუ მშივრები იქნებიან, საჭმელს გაცხელება დასჭირდება. მე მივხედავ, შენ დაისვენე. კარგი. მერტო, ამდენ ხანს სად არიან? მოვიდნენ. იყავი, მე მივხედავ. კარგი. როგორც იქნა? სად ხართ ამდენ ხანს? ხომ მოვედით? მამა დაწვა? რა თქმა უნდა, იცი რომელი საათია? ო, კარგი. დაიკო, ძალიან მშია. კივილმა გაგიარა. ნელ-ნელა გამივლის. ექიმს დაურეკო. ახლა ხან არ დაურეკე. იმავეს ხომ არ კითხავ. აქამდე ჭამის დრო თუ ვერ გამონახეთ, ესე იგი ბევრი საქმე გქონიათ. ბევრი საქმე გქონდა. ასეთი რა საქმე გქონდათ? თან ამდენი. მერთო ჩემო, ადამიანმა რომ გისმინოს, იფიქრებს გამთენიას მოვიდნენ. ჩაწყობში აღწერა ჩავატარეთ ფიუსონ, ამდენი პროდუქცია გადავალაგეთ. მართლა დავიღალეთ. აღწერა. სიმართლეს გეუბნება. გამომართვი? ექიმმა მითხრა ნორმალურიაო. ცოტა ხნის წინაც იგივე გითხრა. კაც თავი მოვაბეზრეთ. გულს ვიმშვიდებ, ქალბატონო ნადიდე. ასე დროს ვინ უნდა იყოს? ალო. რა? ფაბრიკაში შეიპარნენ? რა მოხდა?
არაფერი. პოლიციას დაურეკეთ? კარგი. ცოტა ხანში დაგირეკავთ. მითხარი რა მოხდა? ფაბრიკაში ხურდები შეპარულან. ღმერთო, რა საშინელებაა. ეს ხა გვაკლდა. ახლა როგორ უნდა მოიქცე? პოლიცია მივა და რაც საჭიროა გააკეთებს. მიდი, წადი. შენ მარტო დაგტოვო, ხომ არ გაგიჟდი? ისედაც ტკივილი გაწუხებს. წადი, ცოტა ხანში გამივლის. ასე არ შეიძლება. ალი ქემალს და განის გავაგზავნე და ყველაფერს გაარკვევენ. ალი ქემალი ამ საქმეს გაუმკლავდება. ქურდობა უკვე მოხდა. ასე დროს რომ სწავიდე რას ვიზა? შენზე ძვირფასი არაფერია, ქალბატონო ნადიდე. 40 წლის განმავლობაში ამას ვერ მიხვდი. ძირითადად მუშები მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენც არ ვიყავით უსაქმოდ. მე და განიც მივეხმარეთ. დაიკო, მაწონი არის? ალი ქემალ, ისმენ მამა. ფაბრიკაში ხურდები შეპარულან. რა? რა? წადით, გაარკვიეთ რა ხდება. შენ წამოხვალ? დედა შენი შეუძლოდ არის. მას ვერ დავტოვებ. კარგი. წამოდი განი. ხომ თქვი ფაბრიკაში ვიყავითო? არა, ჩვენ საწყობში ვიყავით. უნგორენში. ამჯერად რა ჩაიდინეთ? არაფერი. წამოდი. დაო, თავი დაგვანებე. პროკურორი მოვიდა, გზაშია. ამ სახლში ეს ქალი ცხოვრობდა? დიახ, ქალბატონი ნილგუნი. ნილგუნი. სინამდვილეში ედა აქინა იქვია. მოდი, აქეთ მოდი. მოდი. აი ასე. ლოგინი გაშალე? დაწექი. დედა. აქ ვარ შვილო. სად ვართ? ეს შენი ახალი ოთახი აქან. ჯერავეჯი არ მოუტანიეთ, მაგრამ როცა მოიტანენ, უფრო ლამაზი იქნება. გაიხადე. მიდი შვილო, დაწექი. ქალბატონი შაჰრაზადი სად არის? თუ მაინც დამშვიდი? არ შეგეშინდეს, კარგი? რატომ უნდა შემეშინდეს? შენ ჩვენ გვერდით ხარ. ერთი გაღვინოს ხომ არ დანებ? ჩაიჯობია. ქალბატონი შაჰრაზადი რატომ არ მოვიდა? არ წამომყვა ფირდევს. 1000-ჯერ უთხარი რომ მიყვარს, მაგრამ მაინც არ წამომყვა. არ ვჭირდები. არ უყვარვარ. აი ასეა. არ ვიცი ასეთი რა მოხდა რომ ამ მდგომარეობამდე მიხვედით.
მაგრამ ხანდახან ადამიანის ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა სიტყვები საკმარისი არ არის. იქნებ თქვენს სიყვარულში ვერ დაარწმუნეთ. სწორედ ახლა არის ის მომენტი, როცა სიტყვები საკმარისი აღარ არის პირდებს. სახლის ყველა კუთხე დაათვალიერეთ. სანამ იმანი აქ არ დაიჭერ, თვალი არ მოხუჭოთ. გასაგებია. რამე საეჭვოს თუ დაინახავთ, პოლიციაში დარეკეთ. კარგი? წავიდეთ. შენ უკან გადი. კარგი. შენ აქ დარჩი. რა განქორწინება? ასე გადავწყვიტე. მაინც არაფერი არ გამოგვივიდა. გთხოვ სისულელეს, ნუ ამბობ. სწორედ ამიტომ შევიტანე სარჩალი. ყველა ერთსა და იმავე სიძახის. მეუბნებიან ქერემი გიყვარს, მის გარეშე ვერ გაძლებო. ხო, მე მიყვარს, მაგრამ მას არ ვუყვარ ვარ. ამ ქორწინებას მომავალი აღარ აქვს. ჯობია დავასრულოთ. დამჯერე გეჩვენება. მელეკ. გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება? ცოტა ხანს აქ უნდა დავრჩი. შეგეძლო სასტუმროში დარჩენილიყავი. მაგრამ თუ მაინც და მაინც ამ სახლში გინდა დარჩენე, მე და მელეკი წავალთ. ბენო აქ თქვენი უსაფრთხოების გამო მოვედი. ქერემ გთხოვ. ედა შაჰრაზადისთვის დაურეკავს, 1000 სისულელე უთქვამს. რას ამბობ ქერემ? რადგან ედამ შაჰრაზადს დაურეკა, ის იმას არ ნიშნავს, რომ აქ უნდა დარჩე. შეგიძლია წახვიდე. აქ თუ მოვა, თავს დავიცავთ. ბენო რატომ არ გესმის? ის ქალი მანიაკია. ორი ადამიანი მოკლა, მეც მესროლა. ვინიც ის კიდევ რას ჩაიდენს? სანამ თავისუფალია, გონია მარტო დაგტოვებ? არც არ წავალ. გაბიგრებული ხარ. იმაზე ვფიქრობდი ედამ, რაც გამიკეთა. საკმარისია. მაგაზე ნუ არ ვფიქრობ. რთული პერიოდი გაქვს. მინდა რომ ლამაზი სიტყვები გიხრა, მაგრამ არ გამომდის. არასდროს არ გამომდიოდა. არაფრის თქმა არ გჭირდება ენგინ. ისედაც ძალიან მეხმარები. სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს. ისეთი არაფერი გამიკეთებია. ჩვენ გამოინერვიულე, აქ მოგვიყვანე. ძალიან მიყვარხარ, სხვანაირად ვერც მოიქცეულ. თანაც ეს უკვე თქვენი სახლიცაა. თუ სწორად მახსოვს, ძოლობაზე თანხმობა მითხარი. ცხოვრებამ ძალიან დამღალა. ვიცი. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. მაგრამ გთხოვ დამშვიდი საყვარელო. ერთად ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. დედა, ქანმა გაიღვიძა. შუა, ცოტა სიზმარი ნახე. დამე სიზმრა რომ მოკვდი. კარგი, ნოტირე. ძალიან შეშინებულია. თუ გინდა მაღამ ქანთან დაწეკი. კარგი. ენგინ, გისმენ. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. დიდი მადლობა. შვილა. ქერემ, მადლობელი ვარ, რომ ჩემზე იფიქრე და აქ მოხვედი. მაგრამ მარტო დარჩენა მჭირდება. გთხოვ, ნუ იდარდებ. თავს გავუფრთხილდები, გპირდები. ნახვამდის, ბენო.
Kerem! 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 მოდი, კერემ. კერემ. ედა აქ არის. ჩვენი ბრალია. ვიფიქრეთ, დარაჯი და ძაღლები საკმარისი იქნებოდა და ნორმალურ დაცვის კომპანიას არ დაუკავშირდით. კამერები მაინც დაგვეყენებინა. დარაჯი დავკითხეთ. თანამშრომლების დაკითხვას მოგვიწევს. დარაჯ სროლებით ვენდობი, მის ოჯახსაც ვიცნობ. ასეთ რამეს არ გააკეთებდა. რომ ცოდით ადამიანები რას კადრულობენ გაუცებული დარჩებოდით ბატონო ბურხან, ყოველდღე ისეთ რამეებს უგებულობთ. დარაჯი ალაპარაკდა. ძარცველები რომ მიდიოდნენ, სწორედ მაშინ მოსულა გვანს. ქურდები დაინახა? დიახ. რა თქვა, იცნობს? იდი გითხარი. თქვი? ბატონი ალი ქემალი და მისი ცოლის ძმა დაუნახავს. რა? ეს და დაუჯერებელი ამბავია. დაკითხვა გავაგრძელეთ. გავიგე, ბატონო კომისარო. ყველაფერი გავიგე. თქვენი ნებართვით წავალ. ნუ სულალო, ვერსად ვერ დახვალ. აქ ვერ დავრჩები მელეკ. ქვემოთ ედას ხედარი ყოფილა, ჩვენ კი აქ მშვიდად გვეძინა. კარგი, მესმის შენი, მაგრამ უნდა დამშვიდდე. უნდა წავიდე, გეუბნები, უნდა წავიდე. ჩვენება უნდა მივცეთ, ვერსად ვერ დახვალ. მე მივიდი ვარ, კერემ. ამ სახლიდან ახლავე თუ არ წავალ, გავგიჟდები. ამჯერად მართლა გავგიჟდები. ასე როგორ შეიძლება? თანაც ამ კრიზისში. ცუდია რომ ეს მოხდა. დაცვის კომპანიასთან თანამშრომლობა უნდა დავიწყოთ. დარაჯი დაუძინებიათ, წარმოგიდგენიათ. კამერებიც დავამონტაჟებინოთ. განი ხელოსანი ვიპოვოთ და ღობე ავამაღლებინოთ. ჩვენს ბიჭებს გავაკეთებინებთ ბატონო ალი ქემალ. კარგი. ეკლიანი მავთულები რომ არის, ხომ იცით? ეგეც დავაყენებინოთ. კარგი. მამა, მოღალატე. საკუთარი მამა გაძარცვე. მამა. მე არაფერი დამიშავებია, მამა. შენის თანაშვილის ყოლა ჯობია საერთოდ არ ყავდეს. გვაპატიეთ ბიძე ბურხან. გევედრებით გვაპატიეთ. გცხვენოდეთ. არა მიიღოს ჩემი ამაგი შენზე. რა გაგდათ? რა მოგაკელით? დავხოცავდნენ ბიძე ბურხან. ვალი უნდა გადაგვეხადა, სხვა გზა არ გქონდა. რა ვალი გქონდათ? იმ კაცმა შეგვაცდინა ნეჯომ. კაზინოში წაგვიყვანა. რა თქვი? კაზინოში თამაშეთ? გვესროლეს, მამა. კინაღამ დაგხოცეს. ორივე უნდა მოეკალით. გამეცალე. ორივე წაიყვანეთ. მამა. 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 მამა გვაპატიე. მამა სხვა გზა არ გქონდა. ბიძე ბურხან. მამა. ბიძე ბურხან. მამა. დღეს ხომ კვირა არ არის. ილამშვიდობის. კარგად გეძინა? ძალიან კარგად. შუა დღე დამდგარა. ძალიან დავაგვიანეთ სამსახურში. ჩვენი ოფისია საყვარელო. როცა მოგვინდება, მაშინ წავალთ. ენგინ. წუხალ
არაფრის თქმა არ არის საჭირო შაჰრაზად. თუ აღარ გინდა ცოლად გამომყვე, ამასაც გაგიგებ. არა, მინდა. მაგრამ შენ თუ გადაიფიქრე, ნუ სულელობ. ენგენ, ჩემ გამოამდენს რატომ ითმენ? რას ნიშნავს ვითმენ? თუ ხელ გინდა და ერთად დაგვეძინა, ხომ ასეა? მალე ისედაც უნდა დავქორწინდეთ. ხო, თუ ხელ წინაღამესაც ჩვენთან მინდოდა. მაგრამ მე თავი შევიკავე. შენ სიყვარულით ვერ ვუპასუხე. ამ ყველაფერს რატომ ითმენ? აი ამის გამო. იმიტომ რომ გულწრფელი ხარ. იმიტომ რომ ყველაფერს დაუფარავად ამბობ. შაჰრაზად, ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, პატიოსნება მასვე დაკარგა. მე კი ძველი ყაიდის კაცი ვარ. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. კარგი და სიყვარული, რომლითაც მე ვერ გიპასუხე. ეს მნიშვნელოვანი არ არის? როცა ახალგაზრდა ხარ, ნება და სიყვარული ერთ და იგივე გონია. მაგრამ ასე არ არის. ნების ასაკში აღარ ვარ შაჰრაზად, ახლა მშვიდი ნდობით ახსავსე სიყვარული მჭირდება. ელოდები რომ გაკოცებ ხომ ასეა? მაგრამ ახლა მე არ კოცნი. ვინ უნდა იყოს? ალო? დიახ, მე ვარ. ჩვენ კითხულობენ. მე? ედა აქინაი გარდაიცვალა. ალო? მადლობ. Baba? მამა? დედა სად არის? Uyuyor. ნინოს? თავის ოთახშია. ვერ ვიჯერებ. ეს არანორმალური მკვლელი როგორ დაგვიახლოვდა, ცხოვრება როგორ დაგვინგრია. რას გულისხმობ მელეკ? რა? ედასთან მქონდა ურთიერთობა და ცხოვრება ამიტომ დაგვენგრა, არა? ენგრაშუაშია ქერემ. ამ მკვლელთან ერთად ცხოვრობდი, თუმცა ეგეც მართალია. ჰოლდინგში ერთი ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო. მანამდე სანამ ჩვენ ცხოვრებაში შემოუშვებდი. მე ყველაფერი აირია. კარგი რა, რაც მოხდა. წამოდი ქერემ, წავიდეთ. ქალბატონო მელეკ, მოგბრძანდით, თქვენც უნდა მოგწევთ ჩვენება. მე ნუ დამელოდებით, წადით. მოდი ძირფასო. ახლა წავიდეთ. არ გვინდა. არა, უარს არ მივიღებ. დამთავრეთ. ო. ცოტაღაც ჰოლდინგში ვერ მოვალ ონურ. აპატე, ყველა საქმე შენ გიტოვებ. ბენუსთან ერთად დასასვენებლად მივდივარ. კარგი. მეც ამოვალ. ენგინ გთხოვ, საფრთხე აღარ არსებობს. არ მინდა მარტო წახვიდე. მინდა ეს დღე ჩემი წარსულის ბოლო ფურცელი იყოს ენგენ. წავალ და ჩვენებას მივცემ. ვიტყვი რომ იმ ქალს ჩემი მოკლა უნდოდა, რომ ბავშვი მის გამო დავკარგე. ამით ჩემი წარსულიც დასრულდება. ამის მერე მას აღარასოდეს გავიხსენებ. არ მინდა ჩემს წარსულში ჩაერიო. გთხოვ, გამიგე. შენი მესმის ძვირფასო, მაგრამ მაინც ვღელავ. დამბირდი რომ არ ინერვიულებ. ახლა მივხვდი რომ რაღაც შეემთხვათ. მე დიდი ხანია ხვდები. მაგრამ ნადიდეს ავადმყოფობის გამო ჩემმა ძმამ ეს რა გამიკეთა. ძალიან მწვენია მამა. თვალებში ვერ გიყურებთ.
Წარკეში საკუთარ თავს ვერ უყურებ შვილო. ასეთი შვილი როგორ აღზარდე? Niye yapmadın? ეს რატომ ჩაიდინეს? Yani მისი ვალი ჰქონდათ. კაზინოში წაუგიათ. რა? ო. ჯერ ბევრი მოუგიათ. ალი ქემალმა ის ჯიპი კაზინოში მოგებული ფულით გიყიდა. bir de helal. ჩვენ კი ვამბობდით ალალი შრომით ნაყიდიაო. მაგრამ მერე წააგეს. $300,000. Baba ne? მამა რას ამბობ? მერე შენმა ქმარმა მამამისის ქარხანა გაძარცვა. არჩენი ძმა მოიქცა კარგად. ღმერთო, ეს როგორი შვილი გამიზრდია, როგორი. მაგუ ხეირო ბიჭის გამო არ იდარდო ბატონო ბურხან. ქალბატონო ნადიდე, დღემდე რაც ჩაიდინა ყველაფერზე თვალი დავხუჭეთ, მაგრამ ახლა საკმარისია. თუ ისევ დაეხმარები ვიჩხუბებთ. თავი დაანებე, დალპეს ციხეში. არც კი ახსენო. შეგაწუხეთ ბატონო, რაკ მოგიყვანეთ, პაპატით არა უშავს. ყურადღებისთვის მადლობას გიხდით. როგორ გეკადრებათ? ნახვამდის, ნახვამდის. ბატონ თუღრულს უთხარი რომ შენთან შეხვედრა არ მინდოდა. გაიწიე. არა. უნდა ვილაპარაკოთ. სალაპარაკო არაფერია. ხები. ვალდებული ხარ და მელაპარაკო. ფელი გამიშვი. ბატონი თუღურული მელოდება. დაგელოდოს. უნდა ვისაუბროს შაჰრაზად. თუ ახლა არ დამელაპარაკებით ცხოვრებას ჯოჯოხითაც იქცევ. რა? აქ დავსხდებით და ვისაუბრებთ. ან არ მოგასვენებ. სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც გიპოვი, გასაგებია? ახლა. ახლა ჩემთან ერთად წამოხვალ. ასე რატომ ეკცევი? შენ რატომ ეკცევი? გახსოვს კაისერიში სახლის უკან ბუჩქნარი რომ იყო. ჩიტები ბუდეს იკეთებდნენ. საიდან გაგახსენდა ის ბუჩქნარი? თუ უნდა გამახსენო ალი ქემალი იქ რა კარგად თამაშობდა, გთხოვ არ გინდა. ერთხელ დილით დავინახე მერცხალი თუ ჩიტბატონა აღარ მახსოვს რომელი ჩიტი იყო. ბუდიდან ბარტყს აგდებდა. ნის კარც ურტყამდა და გადმოგდებას ცდილობდა. დაწყალი ბარტყი შიშისგან განკალებდა. ბოლოს დედამ ძირს გადმოაგდო. იფიქრე მოკვდება საწყალი. ეს რა დედობაა მეთქი. მაგრამ ბარტყმა უცებ ფრთები გაშალა და აფრინდა. ჩიტებიც კი ჩვენზე ჭკვიანები ყოფილან ბატონო ბურხან. ბარტყებს საშუალებას აძლევენ თვითონ ისწავლონ ფრენა. ჩვენ არ ვასწავლეთ. საკუთარი ფრთებით იფრინეო, არ ვუთხარით. ასეთი ჭკუით ფრენას ისწავლიდა? ისწავლიდა. თუ დაეცემოდა, წამოდგებოდა კიდეც. კალბატონო ფიუსონ, ღმერთმა დაგვიფაროს, ვინმე ხომ არ მოკვდა.
Herkesin sağlığı. ყველა კარგადაა, ნიმეთ, არი დარდო. Niye bu kadar üzülüyorsun? აბა, ასეთი მოწყენილი რატომ ხართ? Bitmeyecek. ჩვენს პრობლემებს დასასრული არ უჩენს. მგონი ისევ რაღაც ჩაიდინეს. გაჩუმდი. Bütün kabahat senin. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, ყველაფერი შენი ბრალია მეთქი. Bende de var kabahat. მეც დამნაშავე ვარ. ალი კემალი არ უნდა დამეცვა. მის შეცდომებზე თვალი არ უნდა დამეხუჭა. Ama sen de მაგრამ შენც უნდა მინდობოდი. düşe თუ წაიქცეოდა, ადგებოდა და ასე ცხოვრებასაც ისწავლიდა. Olan oldu. მოსახდენი მოხდა ქალბატონო ნადიდე. Benim მე იმის მეშინია. biz göçüp ჩვენ რომ აღარ ვიქნებით ამ ოჯახს რა ეშველება. Gelebilir. შეიძლება შემოვიდე. gel. მოდი შვილო, მოდი. Gel kızım. მოდი შვილო, მოდი. მამა, ალბათ ადვოკატს აიყვანთ. Yaparsınız. განისთვის არ აიყვანოთ. რაც ეკნება სასჯელი მოიხადოს. არავით არის ადვოკატი. ორივემ უნდა მოიხადოს სასჯელი. ქალბატონო ნადიდე. Uçmayı პრენა უნდა ისწავლოს ბატონო ბურხან. რა საკშიც არ უნდა იყოს, უნდა ისწავლოს. დიდხანს არ მოუწევთ ყოფნა, არი ნერვიულო. Yok. არა, Etmiyorum. არ ნერვიულობ. Gani yıllarca განი დიდხანს უნდა იყოს იქ. çıkınca da benim რომ გამოვა ჩემი ძმა აღარ იქნება. baksın. თავის თავს თვითონ მიხედოს. Ben მისი სახელით. ბოდიშს გიხდით. Füsun. გესონ, Burcu. ბურჯუს რა უნდა უთხრათ ქალბატონო ნადიდე? Senin მამაშენმა და ბიძაშენმა ის ქარხანა გაძარცვეს, რომლითაც ლუღმა პურს ჭამთო? mı diyeceğiz ha? დედას რომ შენთვის საწამლავი არ მოეცა. ახლა შვილი გვეყოლებოდა შაჰრაზად. Sen bebeğimizi გაიგე რომ ბავშვი ედას გამოდაკარგე, მაგრამ ეს ისე მითხარი თითქოს უმნიშვნელო რამ ყოფილიყო. შემომხედე, yüzüme bak. თვალებში ჩამხედე შაჰრაზად. Bebeğimiz ჩვენი შვილი შაჰრაზად, ikimizin. ჩვენი პატარა. Ben bunu ნუ mu? თუ ეს დავიმსახურე? Bebeğimizin ასე უნდა ვიგებდე როგორ მოგდა ჩვენი შვილი. böyle ასე უემოციოდ. Tilkidi yavrusu. თითქოს კნუტი მომკვდარიყოს. Bu mu benim de? სულ დაკარგე ჩემი პატივისცემა. პატივისცემაზე ნუ მელაპარაკები ონორ. შენი წყალობით ყველას მეძავი ვგონი ვარ. Hayır. არა შაჰრაზად. Sana არაერთხელ გითხარი. იმ ღამის შესახებ მე არავისთვის არაფერი მithქვამს. Kimseye bahsetmedim. ქერემს მხოლოდ ის ვუთხარი რომ ქალთან ვიწექი მეთქი. Kadınla yattım და dedim. ამისთვის ფული გადავიხადეთქო. Asla vermedim. მაგრამ შენი სახელი არ მიხსენებია, ქერემა თვითონ გაარკვია ყველაფერი. Sırrımı ჩვენი საიდუმლო რომ გამჟღავდა, ქერემის ბრალია. საბოლოოდ ყველამ ყველაფერი გაიგო. ბატონმა ბურხანმა, ქალბატონმა ნადიდემ, ქერემმა ბენუმ, ალბათ მელიქმა და ბურაქმაც, ქალბატონმა სევალმაც. დედა შენმაც გაიგო. რადგან საიდუმლო უკვე საიდუმლო აღარ არის. და როგორც ვირუსი, ისე გავრცელდა. ვეღარ შევაჩერებთ. ჩვენ დავქორწინდით შაჰრაზად. დავქორწინდით. ნეტა ვარ დავქორწინებულიყავით. ნეტა ვიმღამეს ძალა მომეკრიბა და წავსულიყავი. არავის ცხოვრებაში აღარ შევიჭრებოდი და იმ შავი ღამის შესახებ ვისთვისაც არ უნდა გეთქვა. მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. შაჰრაზად უსამართლოდ მეკცევით ხო? მე მეძავი არ ვარ ონორ. მაგრამ მეძავად მაგცია. ეს ყველამ გაიგო. ერთ დღეს ქაანიც გაიგებს და იტყვის, დედა ჩემი კახპასავით მოიქცაო. hayır. არა. Kaan benim. ისეთი არაჩვეულებრივი დედა მყავს ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთაო, ასე იტყვის ქაანი. სირცხოლის გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ. კარგი. თქვათ, ჩემ თავს ვაპატიე. შენც გაპატიე. სხვები? როცა დამინახავენ არ იფიქრებენ ნეტა რას განიცდის ეს ქალიო. Bu onların. ეს მათი სირცხვილი იქნება შაჰრაზად. Sen kim? შენ საკუთარ თავს ვერ პატიობ. Bütün ეს შენი სიამაღის ბრალია. დიახ. ერთი რამ იცოდე ონორ.
წარსულის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს. მაინც დავწვებოდი შენთან. ამას მაინც გავაკეთებდი ჩემი შვილის გადასარჩენად. მაგრამ მე უკან მოუხედავად წავიდოდი. ხო, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყოს. იმ კაცს როგორ უყურებ თვალებში? როცა მას უყურებ, მეძავობა არ გახსენდება? მან ყველაფერი იცის. შენ უთხარი? ხო, ერთი კაცით მეც ეცოდინება თუ ნაკლებს რა მნიშვნელობა აქვს. რატომ შაჰრაზად? იმიტომ რომ სუფთა სული მაქვს ონორ. შეიძლება მეძავებით მოვიქეცი, მაგრამ სირცხვილის გზნობა ისევ მაქვს. ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყოს. გიყვარს ის კაცი. თუ ცოტათი მაინც პატივს მცემ, თავი დამანებე. მოდი შვილო, შენც დაჯექი. მე უკვე ვჭამე ქალბატონო ნადიდე, გმადლობთ. ბურჯუსაც წავიდა. მოდი ძვირფასო. მამა და ბიძია სად არიან ბაბუა? რუსეთში წავიდნენ, საქმე აქვთ, მოდი. მატყუებ. ეს რა ლაპარაკია ბურჯუ? მე რატომ არ მითხრეს ბაბუა? საზრაფო საქმე გამოუჩნდათ. უცებ წავიდნენ. მამას რამე ხომ არ დაემართა დედა? არა, შვილო, რას ამბობ? მოგზანდეთ. გამარჯობა. 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 თქვენი ოთახი მზად არის. თქვენი პირადობები თუ შეიძლება. მადლობთ. მე რომ იყოს ვისრიალებდით. მე შენია რამე არ მოვიდე ხო? შენი სრიალე. კარგი რა. ორივე გავერთოთ. ინებეთ. მადლობთ. კარგ დასვენებას გისურვებთ. კარგად დაისვენეთ. მადლობთ. იმედია კარგ დროს გაატარებთ ღამე მშვიდობის. რატომ არ გააფრთხილე ნომრიდან სასმელი გაეტანათ? დალევა თუ გინდა არ დაგიშლე. შეგიძლია დალევა. როგორც გინდა. გინდა გამოცდა ჩამიტარო? რა გამოცდა? ამ სასმელებიდან ერთ ბოთლსაც არ დავლევ. გჯერა ჩემი. გონი ახლა ამ პრობლემასთან გამკლავების დრო არა. თუ დალევა მოგინდება დალევა. გამოდი ქვემოთ ჩავიდეთ. ნომერში გამოსაკეთად ხომ არ ჩამოვედით. არი დარდო, საკუთარ თავზე იფიქრე. ამდენი უბედურება რატომ დაგვემართა? შენ რაღაც დამიმალე. მეც ბევრი რამ არ მithქვამს. იმიტომ რომ არ გვენერვიულა. არ გწყენოდა. მაგრამ ხომ ხედავ რა დღეში ჩავცვევდით. ბურჯუს ყველაფერი უნდა ვუთხრათ და ავუხსნათ. ო, მაგრამ ამით რა შეიძლება? ხვალ თუ სხვისგან გაიგებს ამ ამბავს, ჩვენს ნდობას დაკარგავს. როცა ასე ვიქცევით, ბავშვს ტყუილის თქმას ვაჩვევთ. მართალი ხარ, მაგრამ ბავშვი მეწოდება ქალბატონო ნადიდე. დედამის რაც დაემართა, ჯერის არ დავიწყებია. არა. მე უნდა ვუთხრა. ისევ არ გძინავს? არა.
ბორჯო, Baban მამა და ბიძა შენი Rusya- რუსეთში არ წასულან. kötü bir şey. ცუდი რამე ჩაიდინეს? Çok kötü. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. იხეში არიან. Tahmin et. ისედაც მივხვდი. Çocuklar. აღარ მინდა ბავშვებს ტყუილები ვუთხრა დედა. Söyleme. აღარ მითხრათ, არც ერთმა აღარ თქვათ ტყუილი. Tamam. კარგი შვილო. Bundan sonra დღეიდან ტყუილს აღარავინ იტყვის. რა მოხდა? hani ხომ ვამბობდით, biz ჩვენ რომ აღარ ვიქნებით. ოჯახს რა ეშველებაო. მერე? hiç be ამაზე ნუ ინერვიულებ. sapasağlam. ჩვენი ოჯახი ყოველთვის ფეხზე იქნება. ფილსუნის წყალობით. Bizim çocuklarımıza ის თავის შვილებს იმას ასწავლის, რაც ჩვენ შვილებს ვერ ვასწავლეთ ბატონო ბურხან. doğru söyle. სიმართლის თქმას. Nilüfer, ნილუფერ, kızım შვილო, რატომ ტირი? Çok içim sıkıldı. ძალიან მომწყენდა მამა. Kaan'la კანი ჩემთან აღარ მოდის, სულ მარტო დავრჩი. uzun zaman დიდი ხანი ასეთი სიამონება არ მემიღია. არც მე. bir daha. არასდროს არ მითხრა არ მიყვარხარო, კარგი? Tamam. კარგი? Ben seni ძალიან მიყვარხარ. belki შეიძლება სიყვარულს ვერ გამოვხატავ, მაგრამ ძალიან მიყვარხარ. ძალიან გესმის. Kerem. კერემ, benim ბენო, inansan თუ გინდა დაიჯერა. თუ გინდა არა, მაგრამ მიყვარხარ. seni ძალიან. დილამშვიდობისა. გამარჯობა ბატონო ანურ. Günaydın. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ბატონო ანურ. დილამშვიდობისა ბატონო ანურ. გამარჯობა, ბოსნიის სამშენებლო ობიექტის საკახალდე მომეცი თუ შეიძლება. ჯერ მზად არ არის. ვერ გავიგე? ვიფიქრე სასწრაფო არ არის მეთქი. კალბატონო ნურჰაიათ, უზარმაზარი ჰოლდინგი ცდილობს როგორმე კრიზისი გადალახოს. თქვენ სხვა თანამშრომლებით გადაწყვეტეთ აღარ იმუშაოთ? არა, ახლავე მოვამზადებ. ის საკახალდე 1 საათის შემდეგ ჩემს ვაგიდაზე იყოს. კალბატონ ფინარს დაგუძახეთ, სასწრაფოდ ჩემთან მოვიდეს. ახლავე. გამარჯობა. გამარჯობა.
როგორც ხედავ, ყველაფერი აქ არის. კარგია. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით ბატონო ბურაკ? ისმინე, იმდიდოთ ხელს რა ეშველება. რა მოხდა ბატონო ბურაკ? ყველა დაემხო. დიახასია. წარმატებას გისურვებთ. გმადლობთ. ბატონი ონური თავის ოთახშია. დიახ, მოგბრძანდით, გელოდებათ. ჩემი ნახვა გინდოდათ, ბატონო ონურ. გთხოვთ ამ საქაღალდეს თვალი გადაავლეთ. გამარჯობა ქალბატონო ნურჰაიათ. გამარჯობა. იმედია გემრიელი ყავა გაქვთ. რა თქმა უნდა მაქვს. ცოტა ხანს უნდა მოიცადოთ. რა ხდება? ასე რატომ ჩქარობთ? ნუ მკითხავთ ბატონი ონური ცუდ ხასიათზეა. კარგი, არის ჩქარო. გებზე შენდა წავიდე ზელიხა. ახალი საქმე გამოჩნდა. ალბათ 8 საათამდე ვერ მოვა. არ ინერვიულობთ ქალბატონო შახრაზად, მიაქვარ. შვილო ტელეფონებით ციგნებთან რა გესაქმება? უნდა დამეხატა. უცნაური ჩვევები გაგიჩნდა. მოდი საუზმე დაასრულე. ჩქარა თორემ სკოლაში დაგაგვიანდება. საღამოს ბოსტნეულის წმიანს გააკეთებ? სანამ დავბრუნდები, ქაანმა გაკვეთილები მოამზადოს, კარგი? რა თქმა უნდა, ერთად ვიმეცადინებთ, არა ქაან? მოდი შვილო. ხელი მომკიდე. ხელები ჯებაში უნდა ჩავიწყო. კარგი. გმადლობ. ნახვამდის. ეს არის ფინანსური ანალიზი. ყოველ გვერდზე მინიმუმ 2 შეცდომაა. მომისმინეთ ბატონო ონურ. თქვენ საქმეს საერთოდ არ ცემთ პატივს. ასეთი უყურადღება როგორ ხართ არ მესმის. უყურადღებობა არაფერ შუაშია ბატონო ონურ. თქვენ მითხარით რომ თქვენ ამ განყოფილების მენეჯერი ხართ, ქალბატონო ფინარ. თავის მართლობის მოსმენას არ ვაპირებ. ბოდიშს გიხდით ბატონო ონურ. ეს აღარ განმეორდება. რა თქმა უნდა, აღარ განმეორდება. შეგიძლიათ მიბრძანდეთ. გამარჯობა. რა ადრე მოხვედი ბურაკ? დედა ჩემი სახლში ვინ დაგაძინებს? ისევ გცხოვრობ? ო. გუშინი გდავრჩი. ოვენატრა. ქალბატონი ფინარი დავინახე, ძალიან განერვიულებული იყო. იჩვეულია ზარელე მუშაობას. მაგრამ ალბათ ზედმეტი მოგივიდა. ქალიც რამლებს ვერ იკავებდა. ამის შემდეგ სულ ასე იქნება ბურაკ. ვისაც არ მოეწონობა სამსახურს დატოვებისა წავა. სიმართლე გითხრა, ამ კრიზისის დროს მაწყობს კიდეც თანამშრომლების შემცირება. ენებეთ მზად არის. ალბათ აღარ დამჭირდება იმის შეხსენება, რომ საქმე დროულად უნდა გააკეთოთ. რა თქმა უნდა. რადგან პირადი პრობლემით ვიყავი დაკავებული, ყველა მაიშვა. რაღაც რომ მკითხო, მეც კარისკენ მიმითითებ? კითხე. ასე უცებ რატომ გადაწყვიტე, რომ მხოლოდ სამსახურს დაუთმოდრო? მალე ალბათ აქ დაიძინებ. იქნებ საქმემ საკუთარი თავი დამოვიწყოს ბურაკ, თორემ გავგიჟდები. ესმის? გასაგები. მართალი ხარ. მომისმინე, შენ ჩემზე უფროსი ხარ. ჩემგან ჭკუის დარგება სწორი არ იქნება. საკუთარი თავის დავიწყებას კი ცდილობ, მაგრამ სხვებს გულს ნუატკენ ონურ.
როგორ გონია დაგთანხმდებიან? რას ნიშნავს დაგთანხმდებიან? ძალიან მოეწონებათ. თათბირი 5 საათზეა. ასე გვია? მაშინ გააუქმე. ამ საღამოს მე და შენ უნდა ვივახშმოთ. ვერ გავაუქმებ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ვახშამზე მეტად? 8 საათამდე დასრულდება, სავახშმოთ 8-ზე ადრე ხომ ვერ წავალთ. კარგი, მაგრამ 8 საათს არ გადააცილო, მინდა განსაკუთრებული საღამო იყოს. ქალბატონი ნილაი სამშენებლო ობიექტზე გელოდებათ. კარგი, ცოტა ხანში წავალ. იცია? ჩვენი ქორწინების შესახებ, რა თქმა უნდა. რა უთხარ, ყველაფერი აუხსენი? არაფრის თქმა არ არის საჭირო შაჰრაზად. ხომ იცი რა ეშმაკები არიან? მე უნდა წავიდე, მამა. კარგი, ნახვამდის შვილო. დედა ალი ქემალთან რამეს ხომ არ დამაბარებ? Hayır. არა. Peki. კარგი. O zaman ben მაშინ წავალ. რა ხდება? ჩემს ადვოკატს დაურეკავ. Neden? რატომ ურეკავ? ასე უმოქმედოდ ვერ ვიჯდები ქალბატონო ნადიდე, ჩემი შვილია რაც არ უნდა იყოს. Hayır Burhan. არა ბატონო ბურხან, Eğer şu kadar ჩემი ხათრი თუ გაქვს არ დაურეკო. yaptığının cezası ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს. სრიალი მართლა არ გინდა? მენუ. გესმის ჩემი. daha ne kadar... აქ კიდევ რამდენ ხანს დავრჩებით? არ მოგწონს? Yok, მომწონს, მაგრამ არ ვიცი, biraz yürü. ცოტა ხანს ფეხით გავისეირნოთ. კარგი. რასაც მოისურვებ, ის გავაკეთოთ. თეორია შემთხვევა. Üzüyor muyum? ხომ არ გაწყენინე? არა. რას ამბობ? სტამბოლში სხვა სახლი მოვნახოთ. მეც აღარ მინდა იმ სახლში ცხოვრება. რა მოხდა, რატომ იცინი? Hiç. ისე. სახლი შეცვლა ბერგუშველის რადგან სადაც არ უნდა წავიდეთ, ისევ ისეთები ვიქნებით. თუ ასეა, ჩვენ შევიცვალოთ. გამარჯობა ალი ქემალ. İyi misin? კარგად ხარ? დასაცმელი მოგიტანე. ქვემოთ არის ამოწმებენ და მერე გადმოგცემენ. მადლობ. თვალებში რატომ არ მეყურებ? დამნაშავე არ ვარ ფილსო. საკმარისია? ტყუილი აღარ თქვა. იმის ვაშკაცობა მაინც გეყოს, რომ დანაშაული აღიარო. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. რომ არ გდომოდა, არ მოხდებოდა. მამა ჩემი, მამა შენს ნუ ახსენებ, კაცი განადგურებულია. Yüreğine მადლობა თქვი, რომ ცოცხალია. ფილსო, ძალიან ცუდად ვარ. მადლობელი იყავი, რომ სანახავად მოვედი. buradan çıkana... სანამ აქედან გამოხვალ, შენს დანაშაულზე იფიქრე. რომ გამოხვალ? თქოს თუ არის სწავლი, მეც ვეღარ მნახავ. Buyurun. ინებეთ, დიდი მადლობა. კივილმა გაგიარა. bugün daha ეს უკეთ ვარ. ძალიან კარგი. მე მივდივარ. işe mi? დამსახურში? ხო, ბატონო ბურხან გაფრთხილებ. რა იყო? Eğer Ali თუ ალი ქემალთან მიდიხარ ციხეში, sana იცოდე არ გაპატიებ. არა, რას ამბობ? რა ალი ქემალი? კარგი, მე ჩემი თავი მეგონა მკაცრი.
ამ საკითხში ჩემზე უარესი ყოფილ ხარ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ზოგჯერ სასტიკიც უნდა იყო. ციხე ალი ქემალის გამოსწორების შანსია. იჯდეს, იფიქროს, გონს მოვიდეს. ნახვამდის. დაგირეკავ. ნახვამდის. წარმატებებს გისურვებ. გრცხვენოდეს. სხვა რა გითხრა? დაიკო, არ გინდა გთხოვ. ცხოვრება დამინგრიეს. შენ უღარ დამიმატებ. Kendi hayatını ცხოვრება თვითონ დაინგრიეს, სულელო. ყველაფერი გქონდა, რა არ გეყო? ბიძე ბურჰანი ადვოკატს ელაპარაკა. utanmadan ასე ურცხვად ადვოკატს როგორ ითხოვ? ყვილად გაქვს იმედი. მამა თქვენთვის ხელს არ გაანძრევს. სასჯელი უნდა მოიხადოთ. დაო, მაგას ნუ ამბობ. რამე იღონე, აქ ნამდვილად გავგიჟდები. ყველა დანაშაულს თავისი სასჯელი აქვს, ხომ ასეა ბატონო განი? იქნება არც არასდროს გიყვარდი. არც არასდროს. არ არის მასწავლებელო. ბავშვებში ვერ დავინახე. აქ რომ ყოფილიყო შევამჩნევდი. dünya kadar ძალიან ბევრი ბავშვია ბატონო, ვერ დაინახავთ. თუ გნებავთ საკლასო ოთახის კართან დაელოდეთ, მისი მასწავლებელი ვინ არის? არ ვიცი. ბაბუა! ჩემი შვილიშვილი, ჩემი ვაჟკაცი. ჩემი სიცოცხლე. ამის შემდეგ ყოველ შაბათ-კვირას სადმე წავიდეთ ხოლმე. დასვენება ძალიან უხდება ადამიანს. ქერემ უნდა დავშორდეთ. ამ ქორწინების პროცესამდე ცოტა დრო დარჩა. არა, არ გავშორდებით. neden? რატომ? Hiçbir şey değil. ვერაფერს ვეღარ შევცვლით. აბა აქ რატომ ვართ ბენო? ერთად რატომ ვართ? არ ვიცი. Eda შეიძლება ის იმ კოშმარის ბრალია, რომელსაც ედა ერქვა. ამ ქორწინება დაივიწყე, კარგი? არ გავშორდები. არასდროს. ბაბია გამოჯამცალდა? კარგადაა. მაგრამ შენ რომ გნახავს უკეთ გახდება. დედა ჩვენთან როდის მოგიყვანს, ქან? არ ვიცი. Dede, ბაბუა, დედა თხოვდება. ბენო, მეორე ვიფიქრე და გადაწყვეტილება მივიღე. კარგია. არ მკითხავ რა გადავწყვიტე. ხო, bence მეც ვფიქრობ, რომ ჯობია დავშორდეთ. ჩემი მაინც არ გჯერა რა. მე გადაწყვეტილებას ყოველ 5 წუთში არ ვცვლი ბენო. ჰოლდინგიდან წამოსვლა გადავწყვიტე. რატომ? ონურთან ერთად ვეღარ ვიმუშავებ. ის თავის მტრად მთვლის. არ შემიძლია. haksız mı? მართალი არ არის? ო, ჩემ გარდა ყველა ყოველთვის მართალია. იმიტომ არ ვამბობ რომ შემიცოდო. Ne yapacaksın? იქიდან წასვლის მერე რას გააკეთებ? არ ვიცი. მოდი ერთად გადავწყვიტოთ. კან საყვარელო უკვე ისწავლე გაკვეთილები. ერარ დამიმთავრებია. Hadi sofraya მოდი otur, დაჯექი, sonra devam ბახშმის მერე გააგზელე.
Buyurun. გისმენთ ქალბატონი შაჰრაზად. Leyacığım, nasılsınız? ზელიჰა როგორ ხართ? İyiyiz. კარგად. კანი მეცადინეობს, გაკვეთილებს Ben სწავლობს. geç geleceğim. მე bekleyin. დამაგვიანდება ხომ და მელოდები? Tabii ki. რა თქმა უნდა, Kaan'ı verir misin? კანს დამალაპარაკებ. Bir saniye. ახლავე გამომართვი დედა შენი რეკავს. Efendim, ისმენ, Oğlum შვილო nasılsın? როგორ ხარ? iyiyim. კარგად. Ben biraz geç დღეს geleceğim. დამაგვიანდება, Sana bir გაკვეთილები yemek ისწავლე და დაიძინე, კარგი? Babaannemin ne დედა, zaman ბებიასთან როდის წავალთ? Kaan, კან, bunu eve მოდი getirip ამაზე სახლში ვილაპარაკოთ, კარგი შვილო? Hayır, şimdi არა, ახლა მითხარი. babaannem ne ბებია და ბაბუა ძალიან მომენატრა. Kaan, კან, tatlım niye ძვირფასო დედა სასამალე რატომ გაუთიშე? kakao მე კაკაოიანი რწე მინდა. Tamam, yemeğini ye. კარგი, ვივახშმე და მოგიმზადებ. Geç. მოდი დაჯექი. Niye yukarı çıktın? ზევით რატომ ამომიყვანე? Korkacak bir საშიში şey yok. არაფერი არ ინერვიულო. Geç otur მოდი, şöyle. დაჯექი. Hayırdır? რა მოხდა? Şehrazat შაჰრაზადი თხოვდება. Kiminle? ის მეყვება. patronun თავის უფროს. Sen nerede? ეს საიდან გაიგე? bugün Kaan დღეს კანი სანახავად მივედი სკოლაში. o söyledi. მითხრა, Patronu დედა ჩემი თავის უფროს მიყვება ცოლადო, ალბათ რო ნადიდე. ვერ ვიჯერებ. Orhan, ბატონო ბურხან, aklında... რაც გაიფიქრეს, სირცხვილია. უნდა შეგრცხვეს. ne geç? რა გონია, რა გავიფიქრე? Sandığım ის რომ არც ისეთი სუფთა gulis ყოფილა, როგორიც გვეგონა ama ayartmış. და თავის უფროს ეპრანჭებოდა. Ayartmış şey. ებრანჯებოდა თუ არა არ ვიცი, Ama nerede? მაგრამ ასე მალე რატომ გადაწყვიტა გათხოვება? Daha boş. ახლახან არ განქორწინდა? Ne yapsın? რა ქნას საბრალო გოგომ? Helal süt სულღირსეული ადამიანია, ცოლად რატომ არ უნდა გახვეს? ile ile bekle. მთელი ცხოვრება მარტო ხომ არ იქნება? Kaan ne olacak benim? ახლა კანს რა ეშველება? Yavrucak ბავშვი öz ღვიძლ მამას არ იცნობდა. Onur ბატონო diye ნურს მიეჩვია მამა თვლიდა. Şimdi de yeni ახლა ისევ ახალი მამა ეყოლება? ეს შაჰრაზადის გადასაწყვეტია, უფლება არ გვაქვს ჩავერიოთ. ქალბატონო ნადიდე, განა 100 ადვილია. torunum კანი ჩვენი შვილი-შვილია, შვილი-შვილი. canımızdan ჩვენი სისხლი და ხორცი. Zamanında. თავის დროზე რომ გეღიარებინა შვილიშვილად. Şimdi söz ახლა უფლება გექნებოდა, რომ ამ საქმეში ჩარეულიყავი. კან, კან, რა მოხდა? მოიცადე, ხელი მომეცი. უნდა ვილაპარაკოთ. ახლა შემიძლია, უნდა წავიდე. ხვალ ვილაპარაკოთ. არა, ხვალამდე ვერ მოვითმენ. ბეიზა მისმინე, უფლება არ გაქვს, როცა მოგიდება მაშინ მოხვიდე. შენი შვილის ოთახში სიგარეტის კოლოფი ვიპოვე. ეს არის სასწრაფო პრობლემა. Çok acıyor. ძალიან მტკივა. Tamam canım. კარგი, ნუ ტირი ძვირფასო. მალე გაგივლის. დედა შენს დაურეკავ. Babamı. მამას დაურეკე. მამას. Şehrazat. ქალბატონო შაჰრაზად. დაღამ მშვიდობისა. ზაღამშვიდობის აფერდებს. sofraya უფრო უკვე გავშალო? ხო, გაშალე. ალო. ალო, Baba. მამა, Baba. მამაჩკა რა მოდი. Gel. კან, შვილო, რა მოხდა? Tamam hemen geliyorum. კარგი, ახლა მოვდივარ. რა მოხდა ბატონო ანურ?